ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს ფასადის რესტავრაცია. ჩვენ შეგვიძლია ახლა კადრები ვნახოთ. სამუშაოს ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანია დიუბოკი. შატოს ფასადი ხის დარაბების ჩათვლით, ისტორიული ფერებით, მასალითა და მეთოდით აღდგება. მოცემული სამუშაოები 2023 წლის მესამე კვარტალში დაიწყო, ორ ეტაპად ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. ამ თემაზე ვცლად სასაუბროთ სტუდიაში უნდა შემოვიპატიჟოთ ლევილის პროექტის კურატორი, ეთნოგრაფიული და თბილისის ისტორიის მუზეუმების ხელმძღვანელი, ჩვენი შესანიშნავი მეგობარი ნინო ჭიპაშვილი და ლევილის ქართველთა მამულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის დამფუძნებელი გიორგი შუბლიძე. გამარჯობა ნინო, იმედია ჩვენი სტუდია მოგწონთ. ძალიან მიხარია ძალიან გვიხარია თქვენი მოსვლა. პირველი კითხვა მინდა ორივეს დაუსვა, მაგრამ ალბათ პირველი ნინო გვიპასუხებს. ლევილში ძალიან მაგარი ამბებია, ყველანი კარგად ხედავთ. უფრო ცლად მოგვიყევთ ამ რეაბილიტაციის პროცესის შესახებ და მე გავშალოთ საკმაოდ მართალი ბრძანეთ, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესები მიმდინარეობს ამჟამად, თუმცა თქვენ ისნებართვით ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ იმ ისტორიას, თუ როგორ მოხდა ლევილის მამულის გადმოცემა საქართველოს ისტორიული ამბავი იყო კი ბატონო. ნამდვილად ამას წინ უსწრებდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომელიც ფაქტიურად 25 წელიწადზე მეტი გაგრძელდა და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინდელი იუსტიციის მინისტრის ქალბატონი თია წულუკიანის ჩართულობა და მისი ღვაწლი სწორედ ამ პროცესში იმ სახით დაგვირგვინებით, როგორიც დღეს ეს ლევილის მამული უკვე არის საქართველოს ხალხის და საქართველოს მთავრობას დაუბრუნდა. სწორედ ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2021 წელს ლევილის მამულის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება სწორედ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა და სწორედ 2016 წელს გაწერილი სამუშაოების გამოვლენილი საჭიროებების და შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა და ამჟამად მიმდინარეობს ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ღონისძიებები, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება. გიორგი, აბა გითხარი რა სამუშაოები ხორციელდება, რა შედეგს ბატონო მოგახსენებთ, პირველ რიგში დავიწყებ განხორციელებული სამუშაოებით, პროექტებით. განხორციელდა ღობის და გალავნის რეაბილიტაცია. როგორც მოგიხსენებათ, ლევილის მამული საკმაოდ დიდი არის, 4 ჰექტარი. კი ბატონო. მას გარშემო აქვს ნინო ჩემი მეგობარია ბოდიში. როგორ უვლი ამ 4 ჰექტარს მეთქი ზოგჯერ უყურებ მეშინია, მაგრამ ახერხებს. საკმაოდ დიდია ნამდვილად. და ძალიან რთულია მოვლა. მას აქვს გარშემო 1000 გრძივი მეტრი ღობე, რომლის დაახლოებით 70% არის ისტორიული ქვის გალავანი. ასევე მამულის ტერიტორიაზე განხორციელდა ეგრეთ წოდებული გუშაგის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა როგორც ინტერიერში, ასევე ფასადსა და სახურავზე. ფასადსა და სახურავზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს ჩვენ მოვიძიეთ მაქსიმალურად ძველი ფოტომასალა. ხო, აი გიორგი, მოდი ჩაგეჭრები. ანუ მე ნინოსთანაც მისაუბრე ამაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ ისტორიული იერსახე იქნეს შენარჩუნებული. კი ბატონო, ყველაფერში ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ისტორიული იერსახე. მოვიძიეთ ძველი ფოტომასალა, ასევე დაგვეხმარნენ ჩვენი ემიგრანტები, რომელთაც ახსოვდა თავდაპირველი იერსახე როგორი ქონდა ამ შენობას. და ფრანგი არქიტექტორი ბატონი მალისანის დახმარებით მე მგონი ჩვენ შევძელით მაქსიმალურად აღვედგინა თავდაპირველი იერსახე ამ შენობის. ეს აი ფოტოებიდან რასაც ახლა ვუყურებთ უკვე ეთყობა რომ აი ამ მიმართულებით წავა ეს შენობა და კი ბატონო ეს დასრულებულია და ამას უკვე ეთყობა თავდაპირველი იერსახეზე არის. ასევე განხორციელდა 6 სტუდიოს ტიპის საცხოვრების მოწყობა, რომელშიც მომავალში უკვე განთავსდებიან საქართველოსდან ჩასული ქართველი სტუდენტები და ხელოვანები. ვიწყებთ აქტიურ მეგობრობას ამ ხალხთან სტუდიაში. ასევე ამ ტერიტორიაზე მოეწყობა ორი სახელოსნო მოქანდაკეებისთვის და მოქანდაკეებისთვის რა. კი ბატონო. აი ხა ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ნინო. ყველას რაღაც ემოციური, განსაკუთრებული კავშირი გვაქვს, ვიცი, განსაკუთრებით ჩვენ
მეც ამ შატოსადმი. და იქ უნდა მოეწყოს მუზეუმი. ცოტა მოგვიყევი ამ მუზეუმის შესახებ, რას მივიღებთ და ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს ეს ბაღი და ეს მწვანე საფარი, რომელსაც რუდუნებით უვლით იქაურობას, ამასაც რაღაცა განსაკუთრებული მოვლა ელოდება, ხომ, როგორც ვიცი. მოდი დავიწყოთ მუზეუმით და ვისაუბროთ მწვანე საფარზეც. მუზეუმი დიახ განთავსდება და მოიწყობა შატოს გარკვეულ ნაწილში, მას შემდეგ როდესაც უკვე დასრულდება ამჟამად დაწყებული შატოს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუზეუმი მიეძღვნება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, მათ მოღვაწეებს და იმ გზას, რომელიც ამ ადამიანებმა გავლეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რაც არც თუ ისე მარტივი იყო. გოდერძი ამბობდა დღეს ნოე ჟორდანის სახელები ყველანი იქნება აღბეჭდილი იქ. დიახ, რა თქმა უნდა, აღბეჭდილი იქნება. უშუალოდ მუზეუმის კონცეფციის მუშაობაში ჩართულია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციების წარმომადგენლები, როგორიც არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა და უშუალოდ სათვისტომოს წარმომადგენლები და არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთ-ერთი წარმომადგენლის ბატონი ტიერი ბერიშვილის ჩართულობა უშუალოდ ამ პროცესში. ნინო ჩაგეჭრები, ანუ იქაური ქართველები, რომლებსაც ეს მამული მეტნაკლებად ახსოვს. დიახ, რა თქმა უნდა. ერთი რა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც აი ძალიან იდენტურ რაღაცაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა ყველა ქართველი რომელიც ახლა აქ ვიყურებს, მოხდება ოდესმე თუ არა, მაგალითად მაინც სიამაყის შეგრძნება, სადღაც მისი სამშობლო არის სადღაც. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რა განთავსდება აი მუზეუმში. თქვენ საუბრობდით რომ აი ყველაფერი რაც პირველ მთავრობასთან იქნება დაკავშირებული და რაღაც. მაგრამ ეს ნივთები სადღაც გამოიფინება. ხო, ანუ ზოგი არქივშია, ზოგი სადღაც მუზეუმშია, ზოგი იმის მუზეუმშია, ზოგი ესენი სადღაც ერთად მოიყრის თავს იქ თუ ეს იქნება დროებითი გამოფენებისთვის თუ აი როგორ ეს იქნება მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც იქ დარჩება. და საინტერესო იქნება ასევე იმ საარქივო მასალის გამოფენა, თუმცა ეს იქნება ადაპტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რადგან ეს მუზეუმი უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს სამუზეუმო სფეროში არის. ნინო, ეხლა არ გამოვა ისე რომ არ ვისაუბროთ მწვანე საფარზე იმ შესანიშნავ ბაღზე და მე ბაღი რატო გეკითხები მიხვდები, იმიტომ რომ ბოლოში ეთნოგრაფიის ბაღთან უნდა მივიდე, მაგრამ გითხარი აი მწვანე საფარის ამბავი, იმიტომ რომ ლევილში მწვანე საფარი დამეთანხმება ცალკე ამბავი. ცალკე ამბავია, ცალკე ძალიან ულამაზესი პარკი გაშენდება საბოლოოდ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, როდესაც კულტურის სამინისტრომ გადმოიბარა მამული თავისი პარკთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან სავალალო სიტუაცია დაგხვდა. 2021 წელსვე იქნა მივლინებული პირველი სამუშაო ჯგუფი სამინისტროდან და მთლიანი ტერიტორია დაფარული იყო ეკალბარდებით, ადგილები იყო მიუვალი და გაუვალი. არ დაგავიწყდეს, ანუ იცი რა მინდა ვთქვა, რომ მარტო შენობა კი არ იყო მძიმე დღეში, ანუ ისტორიულ ფოტოებზე, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს პარკი და ეს მინდორი იქ ჩანს, მაგრამ იყო მძიმე მდგომარეობაში. კი ბატონო, მაგრამ ამას პატრონობს ახლა რა თქმა უნდა კულტურის სამინისტრო, დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება. და რომელიც 2022 წლიდან დაიწყო დღემდე ხორციელდება ეტაპობრივად და სეზონურად და ამას რა თქმა უნდა სათავეში უდგას ისეთი პროფესიონალი როგორიც არის ვერსალის სასახლის ბაღის მებაღე ბატონი მანუელ პლუვინაში. აჰა, მეტი რაღაც მე არ მეგონა რომ თუ დადიანების ბოტანიკურ ბაღს ვინმე აჯობებდა, მაგრამ ახლა ვერსალის სპეციალისტები დაწყვეტენ. კონკურენტები გამოგიჩნდა. ცალკე რეპორტაჟი ამ კაცზე, რომელიც და ეხლა ფოტოებს რო ვადევნებთ, რამხელა მნიშვნელობისა და როგორ ლამაზია. გიორგი, კიდე რა საზოგადოებრივი სივრცეები იქნება, იმიტომ რომ კადრების დროს გამოჩნდა მეგრული ოდა და ისე გაუხარდა გოდერძის თვალებში შევახშნიე რომ კი ბატონო მეგრელები მან დავჭერით და როდის მივდივართ ეს ტერიტორიაზე მოეწყობა დაახლოებით 250 კვადრატულის მეგრული ოდა. შერჩეულია ტერიტორია უკვე ოდის მოსაწყობად, რომელშიც განთავსდება ქართული ტრადიციული რესტორანი.
ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი და სუვენირების კუთხე. ასევე მამულის ბოლოში, ესე ვთქვათ, არის ტერასა, დაახლოებით 7000 კვადრატული მეტრი, რომლის ნაწილზე იგეგმება პარკინგის მოწყობა ვიზიტორთათვის, ხოლო დაახლოებით 3000 კვადრატზე იგეგმება ქართული ვაზის ჯიშების გაშენება, რომელთაც მერე უკვე იწარმოება ბიოტექნოლოგიური ღვინო. ასევე ტერასის მიმდებარედ არის გალავანში გამოქვაბულები, ერთ-ერთ გამოქვაბულში იგეგმება ქართული მარილის მოწყობა. არც კი ვიცოდი, წარსდგენელი ამბებია. მე არ ვარ ნამყოფი სამწუხაროდ და როცა დამთავრდა ამას ველოდი ალბათ არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, აი, როდესაც პარკინგ ესა დამთვალიერებლებისთვის პარკირების ადგილი მოეწყობა. მუზეუმის გარდა, რესტორანში შესვლის გარდა და ასე შემდეგ. ანუ იმ თავარ შესვლის გარდა, იმ თავარ შენობაში შესაძლებელია ტურისტი იქნება ტურისტების მიღება და ის რაც იქ რას ნახავთ. ნუ გავიგე ისე 6 ოთახი, ხო, მუზეუმი გავიგეთ, რესტორანი, ისე 6 ოთახისა და სტუდენტები დავრჩებით, მაგრამ მეტი რაღა კიდე უნდა იქარი და ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო. ანუ ყველგან შეუძლია დამთვალიერებელს შევიდეს და მივიდეს და ნახოს. კი, ყველგან იქნება შესაძლებელი მისვლა. ეხლა შატოზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის რეაბილიტაციო სამუშაოები. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო სახურავზე, წლების განმავლობაში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა. სრულად შეიცვალა სახურავი და მიმდინარეობს ფასადის რეაბილიტაციო სამუშაოები. ყველაფერზე ერთი კომპანია მუშაობს, რომელიც სხვადასხვა კომპანიები. სხვადასხვა კომპანიები მუშაობენ, ფასადზე მუშაობს კომპანია დუბოკი, ფრანგული კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ძეგლებზე მუშაობის, ხოლო ინტერიერზე უკვე სერი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ჩარშანდელი ჩატარებული ფესტივალი, ლევილის ფესტივალი, რომელიც ძალიან წარმატებით ჩატარდა და განხორციელდა შარშან და ამის შესახებ რომ მოგყვეთ უფრო მეტი. მე და ნინო ვიყავით ერთად იმ ფესტივალზე და აი დაუვიწყარი იყო. წელსაც თუ იგეგმება. წელსაც იგეგმება და ამ ტრადიციას უკვე როდის იგეგმება ბუდიში? ესე იგი ფესტივალი გაიხსნება მაისის ბოლოს 24 მაისს, გაგრძელდება 8 კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას და დასრულდება 14 ივლისს. ჩვენი რომ გეპატიჟებით ყველას. აი, სტუდენტობა თუ არა ამ კონცერტზე მაინც მოხდებით, მაგრამ თვითონ ადგილობრივებმა როგორ მიიღეს? ხო, აი მოგვიწევი რა. ადგილობრივების რეაქცია და ემოცია იყო ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული. რადგან ისინი პირად საუბრებში არ მალავდნენ და მაღთოვანებას და გაკვირვებას იმ ანუ იმდენად მრავალფეროვანი კულტურა აღმოაჩინეს საქართველოს კულტურის სახით, რომ მათთვის ეს იყო ცოტა არ იყოს და მოულოდნელი, რადგან 10 წლების განმავლობაში ესმოდათ შატოს შესახებ, რომ აქ ცხოვრობდნენ ქართველები, მაგრამ ქართულ კულტურას რას წარმოადგენდით, ეს არ ვიცით. ჩვენ სხვათა შორის რამდენიმე ანსამბლი სტუდიაში მოწვეული გვყავდა, როდესაც ეს იგეგმებოდა და ამბობდნენ რომ მიმდივარ და გადარეულები იყვნენ, მაგრამ აი ესეთი დეტალი მაინტერესებს. აქ აი ეს კონცერტი იყო მარტო შემსრულებლები გამოდიოდნენ მღერიან თუ იქ შესულ ასე ვთქვათ ადგილობრივებს თავაზოთ მაგალითად გასინჯონ სამზარეულო ჩვენ კადრებში არ ვინახავს და რა თუ არ ვინახავს ესე იგი ვის დავაბრალოთ აგერ ვიხდით. კიდე ერთი გავიგე ანსამბლები ჩადიან მომღერლები თეატრალური შარშანაც და წელსაც არა მარტო დედაქალაქის, არამედ რეგიონების სხვადასხვა თეატრალური დასები, ასევე ფოლკლორული ანსამბლები, წელსაც იქნება ასევე მრავალფეროვანი და უკვე მონაწილეობას მიიღებენ ყველასათვის საყვარელი მომღერლები. გამოიფინება თანამედროვე რეწვის ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრები. აი, კაცი ხედავთ გამოდის. და როგორც მართლა შარშან თუმანიშვილის თეატრი იყო. იცი რა არის? მოდი აი ესეთი რამე ვთქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი საერთოდ რომ თავდება და უცებინდა მოვასწრო, რომ თანამედროვე ქართველი ხელოვნებისათვის ეს იქცა ზეიმად და პატივად, რომ შეუძლიათ ჩავიდნენ ლევილში და იქ წარმოადგინონ თავიანთი ხელოვნება. ძალიან ცოტა დრო დაგჭირა, ნინო ვერ გაგიშვებ ისე, რომ არ ვნახოთ ერთი კადრი, ეხლა გთხოვთ რომ გავაშვებინოთ კადრი, ეს არის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეხება. ნახეთ რა ფოტო დადო თავის Facebook გვერდზე ნინომ და აი ეს აყვავებული ნუში და ეს საოცარი გარემო. მოდი მოგვიყევი ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამედროვე ცხოვრების შესახებ, რატო არის ასეთი ლამაზი და რა იგეგმება. წელს ნუში ყვავის განსაკუთრებულად და განსხვავებულად. რადგან აი ეს ფოტო, რომელიც პირველი ფოტო, რომელიც ეკრანზე გავიდა,
ეს დიდი ხნის წინ დარგული ნუშებია, მაგრამ სამწუხაროდ მოვლელობის გამო დიდი ნაწილი ამ ნუშებისა გახმა აღარ ყვავილობს. ამიტომ ქალბატონი თია წულუკიანის ინიციატივით და თანადგომით დაიწყო 2022 წელს მუზეუმის მასშტაბური გამწვანება და იმ ტრადიციას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მუზეუმის ერთ-ერთმა დამაარსებელმა აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ 10,000-ზე მეტი ახალი ნერგი დაირგო. მათ შორის არის ნუში, იასამანი, ბროწეული, ცაცხვი და ვეღარ გადაწყვეტეთ, ეხლა საწავიდეთ ლევილში თუ ეთნოგრაფიულ. თქვენი ეთერით და მადლობას გადავუხდი გარდენია შევარდნაძის ხელმძღვანელს ბატონს ზურა შევარდნაძეს. მისი ნერგებია? მისი უშუალო ჩართულობით და კოორდინაციით ხდება. ასევე ჩვენს მუზეუმის მებაღეებს და ყველა იმ ადამიანს მუშაობისთვის და გულშემატკივრობისთვის, რომლებიც გულშემატკივრობენ მახსოვს ეს Facebook-ი თქვენი გავრცელებული თუ იყო, არ ვიცოდი. მახსოვს ადამიანები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ, წავედით ნუში სანახავად და კი და ძალიან მოიმატა დამთვალიერების რაოდენობა. და ასე დროს მართლა მებაღეების ძალიან დიდი დამსახურება. ნინო, მებაღეების მადლობა, ყველას მადლობა და განსაკუთრებული მადლობა შენ, რომ აი ასე ზრუნავ იქაურობაზე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ეთერი გქონდა, წარმატებები უსურვოთ ჩვენს ეთნოგრაფიულ მუზეუმს, თბილისის ისტორიის მუზეუმს და რა თქმა უნდა ჩვენს სიამაყეს ლევილს, რომელსაც ნამდვილად ძალიან კარგი პატრონები გამოუჩნდა. და იმედი გვაქვს რომ აუცილებლად მოვხვდებით. აუცილებლად. ნამდვილად